ჩემი აზრით გასაუბრება ადამიანს ძალიან ზრდის რა, გინდ პიროვნულად, კარიერულად, დიდი სეონებით სწავლნების მე გასაუბრებაზე. წავალ რა, ვიწყობ ონლაინ. გადართული ხარ ამერიკასთან სამუშაოდ. აი მან რა პრობლემები გვაქვს? გიორგი, გამარჯობა. პირველ რიგში მადლობა ამ ინტერვიუსთვის და მინდა რომ ორიოდე სიტყვით ჩვენს მაყურებელს გააცნო, მიაწოდო ინფორმაცია შენ შესახებ. მოკლედ, მე ვარ გიორგი ბაბუნაშვილი, WordPress senior developer-ი, 12 წლიანი სტაჟით WordPress-ის გარშემო და ამჟამად მუშაობ ამერიკის ბაზარზე აქტიურად. მუშაობ, რა თქმა უნდა, დისტანციურად და ეს მაინტერესებს ახლა პირადად შენთვის რა სხვაობა არის ეს დისტანციურ მუშაობის სხვადასხვა ვარიანტებში. ანუ ერთი ვარიანტი არის აი პირდაპირ დისტანციურად, მეორე არის ჰიბრიდული და მესამე ვარიანტი რაც ჩვენ ვიცით ეს არის რომ ადგილზე მისვლით. აი ამათ შორის პირადად შენთვის რა სხვაობა არის და რომელი არის უფრო კომფორტული შენთვის, იმიტომ რომ მართლა არიან სხვადასხვა ტიპის ადამიანები, ხო, ვისთვისაც რაღაცა კონკრეტულად ერთი ტიპი მისაღები არის და მეორე არ აინტერესებს და აი მაგალითად მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა დისტანციურად მუშაობ და არ ითხოვენ მაინც და მაინც ადგილზე მისვლას. შენ როგორ ფიქრობ? ხო, ან მე მიმუშავია ყველანაირ მოდელზე, რაც კი ჩამოთვალე და კიდევ უფრო სხვანაირებზეც. თუმცა ხო, უკვე ჩემთვის red flag-ია, როცა სრულად დისტანციური არ არის რა, ავტომატურად ვარეჯექტებ ყველანაირ შემოთავაზებას, სადაც მოკლედ მისვლა განიხილება. ჩემთვის ძალიან კომფორტულია დისტანციური. ეგ ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე და ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ეგრე არის ჩემთვის კომფორტული რა. ეხლა ვისთვის როგორ? ყოველ შემთხვევაში მე არ განვიხილავ ადგილზე მისვლას დღესდღეობით, იმით უმეტეს ისეთ პროფესიაში როგორც მე ვარ. თან აი ხო აშკარად ჩანს რომ ეს საქმე სრულფასოვნად 100%-ით ხარისხიანად კეთდება მისვლის გარეშეც და უბრალოდ აი რომ აძალებენ რომ გინდა თუ არა მოდი ვაი მანდ ვერ ხვდები რატომ ახლა ადგილზე რომ მივალ შეიძლება ისე ვერ ვიმუშაო როგორც აი ჩემს გემოზე დავჯდები დავისხამ ყავას ჩაის რა ვიცი ხო ესეთი რაღაცა არის მაგრამ აი რატომღაც ზოგჯერ არის მაინც ესეთი რაღაცა რომ ითხოვეთ შენ რამდენჯერმე ნათქვამი გაქვს რომ სპეციალურად დადიოდი გასაუბრებებზე იმისთვის რომ მიიღო გამოცდილება. ზუსტად ეს პერიოდი გავლილი მაქვს მეც, აი ზუსტად მასე ვაკეთებდი, მაინტერესებდა ვაკანსია, არ მაინტერესებდა იყო საჩემო, არ იყო, საჩემო რა ვგულისხმობ რომ მაწყობდა თუ არა, ხო? მაინც ვაკეთებდი, დავდიოდი. მოგვიყევი აბა ამ გამოცდილების შესახებ, შენ რატო აკეთებდი ამას და აი რას ურჩევ ადამიანებს, ვინც კანკალებს, ესე ვთქვათ, ყოველი ინტერვიუს წინაშე და ვინც ნერვიულობს და ვისაც რაღაცა ისე ძალიან ისეთ ნერვიული ისინი აქვს რა რეაქციები ამ ყველაფერზე. და რატომ აკეთებდი ამას? მაგალითად დღესაც ვაკეთებ, არ შემიწყო თავს. დიდი სეონებით სწავლნების მე გასაუბრებაზე. წავალ რა, ვიწყობ ონლაინ, იმიტომ რომ დღესდღეობით მე მარტო საერთაშორისო ესე რომ ვთქვათ პროექტებზე ვუყურებ. დღესაც მაქვს ხოლმე გასაუბრები პროექტების, როცა პროექტებს ვიღებ მაშინ და ჩემი აზრით გასაუბრება ადამიანს ძალიან ზრდის რა, გინდ პიროვნულად, კარიერულად, ესმის აანალიზებს რა სიტუაცია ბაზარზე, რა უნდა დამკვეთებს და მე აქვს არჩევანი საშუალება მარტივად, სად უკეთესია, ან თავის თავში რას უნდა მიაქციოს ყურადღება, ძალიან მაგარი საშუალებაა რა და ამის ხალხს რატო ეშინია და რატო უყურებს შორიდან არ ვიცი. ეს რა ყველამ როცადოს და ყველა გასაუბრებაზე არა, შიში თავიდან განსაკუთრებით, როდესაც არ გაქვს გამოცდილება, შიში არა, მაგრამ ეს რაღაც დისკომფორტი უნდა იყოს, რა თქმა უნდა და არ არის ამაში არაფერი, მაგრამ აი შენ სწორად თქვი, იზრდები ამით რა, იზრდები იმით, რომ ჯერ იგებ ამ კომუნიკაციის ამ საშუალებაში ვინ როგორ ურთიერთობს, ხო თვითონ ეჩვევი არ არის მარტო საუბარი დისტანციურ გასაუბრებაზე, ხო? იმ მომენტში, როდესაც მე ვყვებოდი, უკვე პირდაპირაც დავდიოდი ოფისში თუ მიბარებდნენ სადღაც, ხო? ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, იმით რომ ელემენტარულად თუნდაც რომ ჯერ ერთი მშვიდად ხარ, მე ყველას არა, მაგრამ ძირთად ერთი ხაზი გაყვება ხოლმე, რომ კითხვის რომ დაუშვათ აი როგორც არის ცნობილი მომყიდე კალამი ხო რაღაც ცნობილი თემა რო არის ხო იქ დეველოპერებშიც თავისი ის აქვს რაღაც აბა ამას თუ გააკეთებ და აბა ეს კოდი რაღაც იღებ გამოცდილებას მითხარი შენი წარმოდგენა ესე ვთქვათ და შენი გამოცდილება როგორ ვიპოვოთ დამსაქმებელი ძალიან რთული არის საქართველოში განსაკუთრებით
მე უფრო ვისაუბრებ ალბათ საერთაშორისო ბაზარზე, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ანუ ალბათ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ანუ ვეცადოთ, რომ უფრო მოხვდეთ ისეთ კომპანიაში, რომელთაც ბევრი დიდი ბექგრაუნდი აქვს, ანუ ასე თუ ისე წარსული აქვს და არ არის სტარტაპი, იმიტომ რომ როგორც წესი, ანუ საერთაშორისო ბაზარზე სტარტაპების უმრავლესობა იძირება და შეიძლება ეს თქვენი მუდმივი სამსახური არ იყოს და იყოს რამდენიმე თვიანი მაგალითად. ანუ ამას მიექცეთ ყურადღება, რომ ბექგრაუნდი ქონდეს კომპანიას, ასევე მიექცეთ ყურადღება, რას აქცევენ ისინი, აი მაგალითად ყურადღებას თუ აქცევენ თქვენ ინგლისურს, WordPress developers-ი გარფეში არ ჭირდება რა, ანუ მაგით თქვენ ხას იმას დააფიქსირებთ, რომ ისინი ყურადღებას აქცევენ ისეთ რაღაცებს, რაც საერთოდ საჭირო არ არის რა. ეგეთი კიდე ბევრი ნიუანსი არის, აი შეიძლება Word-ის რაღაცა კითხვა დაგისვათ, Excel-ის კითხვა დაგისვათ, ისეთი კითხვები დაგისვათ, რომელიც აი WordPress-ის developers არაფერში არ ჭირდება რა. ამით რაღაცებს მივხვდებით ამ კომპანიაზე და ოღონდ წარმოდგენა აქვს ამ სფეროსი, არა აქვს წარმოდგენა და ანუ უფრო გაიკვლევთ გზას ამ კომპანიის მეკავშირებით. კი და აი აქ მთავარი ესე ვთქვათ მთავარი მანიშნებელი ის არის თუ ამ სფეროში ვერ ერკვევიან ისინი ვერ დააფასებენ შესაბამისად შენს ცოდნას. აი ეს არის დიდი პრობლემა, როდესაც შენ ხედავ რომ შენ რაღაცა ბექგრაუნდი გაქვს, რაღაცა სერიოზული ბარგი გაქვს ესე ვთქვათ და ისინი ამას ვერ ხედავენ, ვერ აფასებენ და შესაბამისად მე უკვე გაუგებრობებიც აქედან იწყება. გიორგი, დამკვეთებს შორის, აი ქვეყნების მიხედვით ხა მე ვიცი რომ სხვადასხვა ქვეყანაში გიმუშავია დისტანციურად. ვიცი რომ რაღაცა ცხრილი გაქვს ძალიან საინტერესო, რომელიც ძალიან მომეწონა. აი ამ დამკვეთებს შორის ქვეყნების მიხედვით, რა სხვაობა არის, რა გაქვს გამორჩეული, აი ეს მოგვიყევი. კი ბატონო, ხო აი გადავრჩე გაგრას მაგ ცხრილზე. ხო, ანუ მე მოკლედ მიმუშავია ძალიან ბევრ კომპანიაში და პროექტები, ნუ ბოლო ხანებში უკვე შემორჩი ამერიკის ბაზარზე, იმიტომ რომ ჩემთვის ესეთი უპირატესობები აქვს ამერიკის ბაზარს, რომელიც სხვა ვერ მთავაზობს, ეს არის კონკრეტულად ანაზღაურებაში და დაფასება და პატივისცემაში. დანარჩენში მოიკოჭლებს მართალია, მაგრამ ნუ ხო, ანუ ეს ორი ჩემთვის ამ ცხოვრების ეტაპზე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია და ამირჩია ეს. თუ მაგალითად მეტი თავისუფალი დრო გინდათ, მაგალითად ევროპაში ბევრად უფრო მეტ თავისუფალ დროს თავაზობენ. გულისხმობ დასვენების დღეები, ეს იქნება ასევე რაღაც public holiday და ასევე შეგიძლიათ, როგორც მე ვიცი, ევროპაში შეგიძლიათ ჩვეულებრივად ბიულეტენზე გასვლა, რაც ამერიკაში საერთოდ არ ხდება, ანუ ეგეთი ცნება არ არსებობს. და მოკლედ მაგ კუთხით მაგალითად აი დასვენების დღეებით ევროპა ლიდერობს, ამერიკა პირიქით, ანუ ამერიკაში ანუ რაღაც რამდენიმე დღე თუ მოგცეს წელიწადში ესე როგორ ვთქვათ paid off day, ანუ ესე იგი რომ ისეთი დღე რომელსაც იხთია რა, ესე ქვია რა გადმოთარგმნა. ანუ ძალიან იშვიათობა ამერიკის ბაზარზე. ასევე არის ცოტა დასვენ ოფიციალური public holiday. ხო, ნუ დანარჩენ ბაზარებსაც შეეხება, ესეც მოკვლეული მაქვს, ხა მე ბევრ გასაუბრებაზე ყოფილვარ ეს კითხვები მე სულ ხოლმე დასვენების დღეებზე, რავი, ისრაელზე, დუბაიზე შემიძლია რომ თქვა რომ საშუალო აქვს, საქართველოში სწორედ მაღალია ეს დასვენების დონე, მაგრამ ევროპასთან შედარებით მაინც არ არის მაღალი. ხო, დანარჩენ რა ვიცი, ამერიკის პრიორიტეტებში რაც არის, ეს არის ანაზღაურება, ანუ ყველანაირი ბაზარი შესწავლილი მაქვს, ყველანაირი ქვეყანა, ერთადერთი რომელსაც არ მართლა არ შევხედები, რომ ეს არის ავსტრალია და კანადა, აი მაღალ ძლიერ ქვეყნებიდან, თორე დანარჩენი შევხედები რომ ყველანაირ ბაზარს და ანუ აი ამერიკისნაირი მაღალი ხელფასი არ არის არსად რა, ანუ აი ამაზე მინდოდა მეკითხა, შენს სამეგობროს, ანუ ზოგადად აი ამ სფეროში, ეხლა საერთო საშუალო თანხა რო ავიღოთ რაღაცა როგორც გიწერია აქ დაბალი, მაღალი, საშუალო, უმაღლესი, ხო? აი დაახლოებით რა ციფრებზეა საუბარი, ეხლა მესმის რომ ზოგს შეიძლება მეტი კონდეს, ზოგს ნაკლები, მაგრამ ნუ საშუალოდ რო ვთქვათ, რა ციფრებზეა საუბარი ამ ქვეყნების მიხედვით, თუ არის რაღაცა დავუშვათ საშუალო ციფრის აღება თუ შეგვიძლია. კი ბატონო, ნუ ჯერ პირველ რიგში იმას უნდა გავუსვა ხაზი, რომ როცა ამერიკაში ცხადდება remote ვაკანსია, ხო? ეს ცხადდება ხოლმე ძირითადად ერთი მიზნით რა, რომ მათ არა იმ კომპანიას არ უნდა რომ ამერიკული ხელფასი გასცეს და ადგილობრივი კადრი ნახოს. ნუ ამერიკული ხელფასი არის დიდი ციფრი საკმაოდ, შეიძლება ითქვას რომ $10,000-დან ზევით.
და როცა ეძებენ რემოუთად, ისინი აუცილებლად განიხილავენ, რომ ან მისი ნახევარი იყოს, ან კიდევ უფრო ცოტა ნაკლები რა. ეს თანხა შეიძლება მოვიაზროთ 4,000-დან 600 დოლარამდე WordPress-ის დეველოპერის შემთხვევაში. და როცა უკვე თქვენ წლების განმავლობაში მუშაობთ ამ კომპანიაზე, ისინი თქვენ აუცილებლად გაკეთებენ ხელფასის მომატებას წლიდან წლამდე და რამდენიმე წლის შემდეგ უკვე თქვენ ამერიკულ ხელფასზე ჩვეულებრივ დადიხართ. მჰმ. გიორგი, აი თუ ყოფილა და როგორი იზღვევ თავს, აი გადაგდებისგან ესე ვთქვათ რა, ანუ ხა არ გამეკვირდება რომ ასეთი მცდელობები შეიძლება იყოს და ნუ პრინციპში ხა როგორც უკვე თქვი რომ სერიოზულ კომპანიას ეძებ თავიდანვე, მაგრამ ნუ ხო შეიძლება რომ დაუშვათ იმ სერიოზულ კომპანიაშიც მოხდეს რაღაცა რისკები მაინც ყველგან არსებობს და აი თუ გქონია შეხება და თუ გავს გამომუშავებული რაღაცა ისეთი მექანიზმი, რაც დაგაზღვევს. აი სიმართლე გითხრა, არ მქონია იმის გამოცდილება, რომ ვინმეს რაღაც ეგრე ჭყალებში ძალიან კარგი ბედნიერი კაცი ხარ. არ მე გთხოვებს თორე საქართველოში რამდენი გინდათ საქართველოში მე ო, აუცილებლად ყოველას წინასწარ 50%-ს ვართმევ ეს მაგის გარეშე უბრალოდ არაფერს ხას ვაკიდებ და მაგით ვაზღო მოკლედ ჩემს საქმეს. იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ფური პროექტი დამიწყია და ბოლომდე არ მისულა, იმიტომ რომ დამკვეთი უბრალოდ გაქრა, აღარ არსებობს რაღაც ეგეთი და არის ხოლმე ეგეთი შემთხვევები საქართველოში. უცხოეთში ეგეთი შემთხვევა არ მოხს, რა ვიცი, რაღაც ეგეთი სიტუაციაა. გასაგებია. აი, ამერიკა ახსენე და ალბათ უფრო ყველაზე ხშირად გადართული ხარ ამერიკასთან სამუშაოდ. აი, მანდ რა პრობლემები გაქვს? ხა დროშის სხვაობა არის, ხა მესმის სხვადასხვა შტატში სხვადასხვა დროის ზონა არის და სხვადასხვა სხვაობა არის. აი, ამას როგორ აგვარებ, როგორ გაქვს დალაგებული ხა თავიდან შეიძლება გაგიჭირდა, მაგრამ ხა წლების განმავლობაში უკვე უნდა დაგელაგებინა ეს ყველაფერი და რას გვირჩევ რა როგორ გავაკეთოთ. ანუ მე ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე პირიქით, ანუ ჩემთვის მისწრება არის ამერიკის ბაზარი, იმიტომ რომ მე ალბათ ხამის პიროვნება ვიყავი სულ რა, ანუ სანამ რაღაც პროფესიას მოვკიდებდი ხელს, ვიყავი რაღაც პროფესიონალი მოთამაშე რაღაცა სხვადასხვა კიბერ თამაშების და ანუ ძირითადი დრო ვატარებდი ხოლმე ღამეს. შენთვის არაფერი არ შეცვლილა ხო? ჩემთვის ის იყო ძალიან ცუდი, რომ აი რაღაც საქართველოში რომ მუშაობა დავიწყე ერთ კომპანიაში, ანუ 9 საათიდან 6 საათამდე ყოფილიყავი, ну მაგ რეჟიმზე ძალიან მიჭირდა და ეხლა რომ ჩვეულებრივად ჩემი გრაფიკი იწყება 6-ის ნახევარზე და გრძელდება 3-ის ნახევრამდე და აი ძალიან კომფორტულად გრძნობ თავს ამ რეჟიმში. ну ვისთვის როგორ ხა ზოგისთვის შეიძლება ძალიან დიდი მინუსი იყოს ეს ჩემთვის პლუსია ჩემი ადამიანიდან გამომდინარე. კი ბატონო. აი შენი 24 საათი დაახლოებით როგორ შეგიძლია აღწერო, აი ბრიგითი, ჩვეულებრივი ყოველდღიური არ გამოდის, მაგრამ ნუ აი რაღაცა ყველაზე ხშირი 24 საათი როგორია შენი? იმ დღეს აი ნახე მაგალითად პოსტში კი არა, აი ჩატში რო დაწერე, ეს რა დღე გამითენდა, რომელი საათი იყო ღამეზე რო დაწერე, ხო? ხანდახან მიწევს ხოლმე გაათენება, იმიტომ რომ თუ მიწევს კალიფორნიაში მუშაობა, ანუ კალიფორნია არის ჩემი მეორადი სამსახური, მეორადი რა იქ პარტნიორი ვარ, იქ თუ მუშაობ ხოლმე, იქ არის 12 საათიანი სხვაობა და შესაბამისად იქ რომ საღამოს 6 საათი არის, აქ არის დილის 6 საათი. ну მაგ შემთხვევაში ხანდახან არის ხოლმე რომ გადათენება მიწევს და შესაბამისად მე მართლა გვიან დავდგე რომ აი ეს ძილის რეჟიმი არ დამირღვეს და სრულყოფილად მეძინოს რა. და ну ძირითადად ეგ არ ხდება ხოლმე ძირითადად ჩემ ვიღვიძებ რავი 12 საათზე მე რავი ყველაფერს ვასწრებ დილის საათებში რამე საქმე თუ მაქვს და ძალიან კარგი არის როცა გამოდიხარ ქალაქში და ყველა მუშაობს და ესე ვთქვათ цаრიებია ყველანაირი მოლი ყველანაირი მაღაზია რიგები არც არ არის და მე ჩორბოთ 6 ნახევარზე ვждები კომპიუტერთან და მუშაობ მაგ ხრივ მაგაშიც პლუს ხედავ რა საკომუნიკაციო ენა რა გაქვს? მე ხარ რა თქმა უნდა ძირითადად ალბათ ყველა ქვეყანაში ინგლისური იქნება, მაგრამ აი ამ დაუშვათ და რა დონეზე ფლობ და არის თუ არა ეს ბარიერი შენთვის ან პლუსი თუ არის რამეში დაუშვათ? ხო, ანუ ენა ინგლისური რა თქმა უნდა თავიდან სიმართლე გითხრათ რომ დავიწყე ამერიკის ბაზარზე მუშაობა, იმდენად კარგად არ ვიცოდი ენა, ან გულისხმობ ლაპარაკს რა, ეხლა წერა კითხვა იდეალურად ვიცი, მაგრამ აი ანუ პრაქტიკული ინგლისური არ ქონდა, ხო, საკომუნიკაციო სალაპარაკო. ინგლისური არ ქონდა, ხო, იქ ბევრი ნიუანსი არის, ამერიკულ ინგლისურში ძალიან ბევრი რაღაცის შემოკლება უყვართ,
რაღაცები არ გვებულობდი თავიდან, აი რაღაცა ხომოკლედ ეგ აქვთ რა ამერიკელებს, რომ აბსოლუტურად ყოველს ამოკვლებენ. ეხლა მე მაგალითად ჯორჯის მაგრამ ჯის მეძახიან და ეგეთი გამოკვლევა ყოველთვის მიმართ ხო. მოკლედ მაგას ვიქვა უნდა და ამ კომპანიაში სადაც ხა ვმუშაობ, მაგიტო ვაფასებ, რომ აი ჩემი ინგლისურის ცუდად მეტყოლებას დიდი ყურადღება არ მიაქციეს, მაგათმა მიაქციეს ყურადღება ჩემს სკილებს და შესაბამისად ამიყვანეს და ანუ მაგარი მთავარი ხო? უკვე ანუ რო ვარ მაგათთან ხშირ კომუნიკაციაში ჩვენ ქოლები გვაქვს და შემდეგ ჩემი ინგლისურის რა თქმა უნდა გაუმჯობეს და ბევრად და ეხლა ჩვენ რო საუბრობ ანუ საერთოდ ჩვეულებრივად პროფესია. საუბრობ შემოკლებულ ინგლისურზე. ხო? ეგ ამერიკის ის არის ჩვენ. ხო, ხო. ბრიტანული ინგლისური პირიქით არის აბსოლუტურად და ამერიკული განსხვავდება ძალიან. აა გიორგი, რა რჩევას მოგცემ, რომ აი დაუშვათ, ვინც ვეძებთ დისტანციურ სამსახურს, რა რჩევას მოგცემ, რა გავითვალისწინოთ, რა შეცდომები არ დაუშვათ, ანუ გექნებოდა ეს სანამ ეს გზა გაიარეს, სანამ გამოცდილებას მიიღებდი, რაღაცა ეგეთი შეიძლება ყოფილიყო. კი ბატონო, პირველი და ყველაზე მთავარი წესი არის, რომ ანუ სადაც დაინახავთ ინდოელებს, იქ არ შეხვიდეთ საერთოდ რა, ანუ რატომ? ეს ამას უკვე მეორედ, მესამედ ვისმენ და რატომ? კონკრეტულად რატომ? ინდოელები სადაც არიან, იქ აუცილებლად ბევრი არიან, ანუ ერთი და ორი არ არიან და ანუ თქვენ მაგათ კონკურენციაში დაიკარგებით უბრალოდ, ანუ ცოდნაში? არა, ანუ უბრალოდ აი ამერიკელისთვის ხა როგორ არის, ხო? ანუ ეძებს სიტყვაზე უცხოეთში ვიღაც ადამიანს და ხედავს რაღაცა 100 ჯობ ანუ ესე ვთქვათ 100 განცხადება მიიღო და 100 და მაგალითად 90 არის ინდოელი. იქ ქართველს ვეღარ განასხვავებს ინდოელისგან უბრალოდ რა. ანუ თან ყველა ინდოელს ძალიან სერიოზული პრეზენტაციები აქვს ხოლმე როგორც წესი და მე იქ შენი პრეზენტაცია იკარგება. ანუ ზოგადად სადაც მოკლედ ინდოელს მიგნებული აქვს რაღაცა სამსახურის პოვნის წყარო, ჯობია იქ საერთოდ არ მიხვიდეთ რა. ანუ მაგასაც გეტყვით როგორ უნდა დაათარგეთოთ ეგეთი ჯგუფები და ადგილები. ხო. ხო მე ეგრე მაგალითად ჩემს მე რამც სამსახურების ნაშრომი მაქვს და რა პროექტების უცხოეთში ნაშრომი მაქვს ეს ყველაფერი არის Facebook-ის ჯგუფებიდან და იმ ჯგუფებში მე რო წევრიანდები გავაცვლოთ ნახულობ ვინ პოსტავს და იქ თუ მე ინდოელების კვლავს ვამჩნევ, ნუ ინდოელები მარტო ინდოელები არა, იქ პაკისტანელებიც, აფრიკელებიც მათ შორის, ანუ თუ არ ვამჩნევ მაგათ კვლავს, ან არაბული წარწერები თუ არის, ანუ იქიდან იმ ჯგუფს უბრალოდ დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ სადაც შევდივარ და იქ ვატყობ რომ აი რაღაცა ბრაიანი პოსტავს, კრისი პოსტავს, ეგეთ სახელები პოსტავს ბევრი და ანუ არიან ცხოველები, იქ ეგ თვითონ ეგ ცხოველებიც არ უშვებენ ხოლმე ბევრი ინდოელს ეგეთ ჯგუფებში და შესაბამისად, უფრო კარგი კომუნიკაცია და იქ უფრო იპოვნით თქვენთვის სასურველ ესე ვთქვათ და პრობლემა კონკრეტულად რაშია? ცოდნით გჯობიან თუ რითი? აი რა როგორ გითხრა, ანუ უბრალოდ იკარგები მასთან კონკურენციაში რა, ანუ ყველა გააგზავნი, ანუ არ მიაქცევენ შენ აპლიკაციას ყურადღებას. მე ბაი ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი რომ თანხაში ვერ გავუწევ კონკურენციას, აი თანხაში ნამდვილად ვერ გავუწევ კონკურენციას, იმიტომ რომ ისეთ თანხას ამბობენ რომ მართლა აი საოცარია ჩემთვის რომ ვერ ხვდები ამ ფასში როგორ შეიძლება ხარისხიანი პროდუქტი მიაწოდო, ხარისხიანი მომსახურება გაუწიო. აი ეს არის პირველ რიგში რაც მე შემხედრია და რასთანაც მქონია შეხება. ხარისხის პრობლემა, ან როგორ არის დაბალ ბიუჯეტს რო იძახიან, იქ აუცილებლად ცუდი ხარისხის მოდის და მე აი კიდე იმას ვიმეორებ, რომ როცა გამოვაცხადებენ რაღაც ვაკანსიას და მიიღებენ 100 მას რა ქვია აპლიკანტს და 100-დან 90 ინდოელია, აი იქ შეიძლება ხელით ჩაიქნიოს დამკვეთმა, იმიტომ რომ ხარისხს მიაქცევს ყურადღებას რა. ეგ არის რომ იკარგები, სადაც ერთი ინდოელია, იქ აუცილებლად კიდე 1+50-ია რა. ანუ ერთი გზა თუ გაკაფული აქვს, უკვე შანსი აღარ არის. უბრალოდ იმ სიტუაციაში არ შეხვიდეთ, საერთოდ დროის კარგო არის და აუცილებლად მე იქ დაბალი რეიტებიც არის ხოლმე, სადაც არიან ინდოელები რა, ანუ აზრი არ აქვს უბრალოდ.
გიორგი, აი მინდა გესაუბრო სამომავლო განვითარებაზე, ზრდაზე, ანუ პირველად რო შედგე, ესე ვთქვათ, ფეხი შენ აი ამ ბაზარზე, ან საერთოდ ამ სფეროში დისტანციურად მუშაობის, ხო? ეხა ის დაუშვათ რაც 4-5 წლის წინ იყო, ის ალბათ სხვა არის, მაგის მერე გაიზარდე და რაღაც ალბათ გეგმებიც გექნება დასახული რაღაცა, რომ აი ეხლა ეს უკვე გავიგე, გავარკვიე ყველაფერი, გასაგებია, ეხლა მინდა აი რა არის ეს ესეთი, ნუ რამე საიდუმლო თუ არ არის, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება, რა შეიძლება დაგეგმოს ადამიანმა ამის შემდეგ, ანუ ზრდა არსებობს ამის იქეთ თუ უბრალოდ რაოდენობაზეა უკვე საუბარი, რომ ბევრი ვიშოო და კი, მ, კი ბატონო, ანუ მე ახლა პირადად ვცდილობ, რომ ეს ლოს-ანჯელესში მოვიკიდო ფეხი ჩემი მეორე კომპანიით. იქ ვირტუალური ფეხი ალბათ, ხო? ხო, ვცხოვრობ და იქ გვაქვს ჩვენი მარკეტინგ ეიჯენსი, მაგას ვითარებ. ნუ ეგ ბიზნეს ვაიზ და რა პირად ცხოვრებაში ვცდილობ, რომ რაღაცა უძრავი ქონებაში ინვესტიცია გავაკეთო და ანუ რაღაც ორ ეგეთი გეგმა მაქვს, რომ რაღაც 35 წლის ასაკში მინდა რომ ესე ვთქვათ პენსიაზე გავიდე, early აა რა ადრე ეს პენსიაზე ესე და იგი გამოდის, რომ ახლა რასაც ამბობ, ანუ გასცდა უკვე, ანუ შენს საქმიანობას ფულის დაბანდებაზე გაქვს საუბარი და საუბარი გაქვს იმაზე, რომ უკვე გინდა დაისვენო, ესე ვთქვათ, ხო? ანუ გადაწვასთან ხო არ გვაქვს საქმე? გადაიწვი? გადაწვით კი. ნუ ეს აჰა. შეგვიძლია ვთქვა, ეგეც ჩემი არჩევანია რა, რომ ო, ანუ ნუ მე შევნია რომ მაგალითად 35 წლის ასაკში რომ მივალ პენსიაზე გავიდე და ეხლა ბევრი მიმუშაო, ვიდრე მაგალითად მე კიდე ვაგრძელო და რაღაც სტაბილურობას მივაწვე. ხო, ნუ ეგ ყოველას არჩევანია რა თქმა უნდა, ზოგს ისე ურჩევნია, ზოგს ესე ურჩევნია. კი ბატონო, რა თქმა უნდა, თან რაღაცა ისეთი მოსაზრებაც ისეთი რაღაცა ხო არის, რომ სანამ კეთდება, უნდა გააკეთო რა, ეს სანამ სამუშაო არის და დასვენებას ესე თქვა ყოველთვის მოვასწრებთ. ნუ ეხა რაღაცა შეიძლება სადაო საკითხებია ესენი, მაგრამ ნუ აი რაღაცა მომენტები და გამომდინარე დაბალანსება ამისი ალბათ შესაძლებელი არის. ჯანმრთელობის ამბავში რას აკეთებ? როგორ აკეთებ? ხა ჩემთვის მაგალითად ძალიან საშინელი გრაფიკია და 1-2-3 პროექტი თუ მქონდა დაუშვათ დროში სხვაობასთან, ნუ აშკარად ვიგრძენიეს და ნუ აი ვცდილობ რომ ჯანმრთელობას სერიოზული ყურადღება მივაქციო, თუმცა რა თქმა უნდა პროექტის გაშვებაც არ მინდა რა თქმა უნდა ხელიდან, მაგრამ აი რა შე როგორ აკეთებ ახლა ეს სულ რეგულარულად რომ აი ესეთ გრაფიკზე რო ხარ მესმის რომ შენთვის გონებრივად კომფორტია, მაგრამ სხეული მაინც სხეულია და ფიზიკურად მაინც ახლა სხვანაირად ვართ დაწყობილები ადამიანები და აი რა საკეთებ ამისთვის რომ რაღაცა ეს შეინარჩუნო ეს ძალა და ენერგია. ნუ პირველ რიგში ძილი არის უმთავრესი რა, ანუ იმის მიხედვით რომ ეშება ღამე მეღვიძოს, ანუ ესე ვთქვათ 8-9 საათს მაინც ვცდილობ რომ ყოველდღე გამოვიძინო ხოლმე რა. ანუ ეგ არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც უნდა მიაქცეთ ყურადღება და ამის შემდეგ რა ვიცი, აი ეხა სამწუხაროდ ვერ ვახერხებ რომ სპორტ დარბაზში ვიარო, თუმცა ჩემ გეგმებში არის ეს და ამის გარდა სულ რაღაც ვიტამინებს და რაღაცებს ვიმოწმებ რომ რაღაცა არ გაიპაროს და სულ კიდევაც ანალიზებსაც დანამატი აკეთებ ხო რაღაცას ანუ სერიოზულად უყურებ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა. კი ბატონო, ძალიან კარგი, ძალიან საინტერესო იყო გიორგი. დიდი მადლობა. და მოვემზადებით კიდევ ახალი საინტერესო თემისთვის, თემების მეტი რა გვაქვს და ჩავიწეროთ კიდევ სხვა რამეც. ხლა ამ მომენტისთვის იო, დაგემშვიდობები, მადლობა. მადლობა.